საგამშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა პროტესტის შუაგული საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენს მისიას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომელსაც სურვილი გქონდა გაგვეზიარებინა ცოდნა, შეგვეიარაღებინა ადამიანები ცოდნით. მაგრამ ბევრი გვაკრიტიკებს და გვეუბნება აი ლექციების როგორ უნდა დაამარცხოთ რეჟიმი და ასე შემდეგ. ყავისმით და იქ მუსიკით და რაღაცეებით. რა თქმა უნდა არავის ილუზია არ აქვს, რომ ამ ლექციების ჩატარებით ჩვენ რაღაცა იმპერიას ჩამოვანგრეთ. მაგრამ პროტესტის ხანგრძლივობით და გამძლეობით ჩვენ გგონია, რომ რეჟიმი აუცილებლად დაემხობა. ადრე თუ გვიან. მეგობრებო, მთავარია გამძლეობა, მთავარია ერთადყოფნა, მთავარია კიდევ ამ ყველაფერთან ერთად გავიგოთ სიმართლე რა არის, ჩავხედოთ სიმართლის თვალებში და ვაღიაროთ ეს ყველაფერი. შესაბამისად, ამოცანაც სწორად დაისხება და ამოხსნაც შესაბამისად სწორად იქნება. დღევანდელ სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. ჩვენ არ გავჩერდებით. ყოველ საღამოს ამას ვამბობთ და დღესაც გავიმეორებ. ჩვენ არასდროს არ გავჩერდებით. სანამ შედეგი არ დადგება, სანამ ქვეყანა არ გამოვა ამ საშინელი კრიზისიდან, ჩვენ არ გავჩერდებით. მადლობა ყურადღებისთვის, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. პირველ რიგში გაგეცნობით, მე ვარ დავით კონქვაძე, ბიზნეს კონსულტანტი, კოუჩი, მომავალი ფსიქოთერაპევტი. ძალიან მიხარია, რომ აი აქ ამ ადგილას ამ შესანიშნავი ადამიანების ერთად მაქვს საშუალება, რომ ძალიან ჩემთვის საინტერესო და იმედია თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო თემაზე ვისაუბრო. მოკლედ, პირველ რიგში ასეთ შეკითხვას გაგისვათ, თუ გიგრძნიათ როდესმე თავი ასეთ გაჭედილად, რომ გინდათ რაღაცა გააკეთოთ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ დგავთ ნაბიჯს, არ იცით როგორ დაიწყოთ, რა გააკეთოთ, ხო? ასეთ გაჭედილობის შეგრძნება მე საკმაოდ ხშირად მქონია და ყველას გვაქვს, რა თქმა უნდა, რაღაც სხვადასხვა მეთოდი და სხვადასხვა ტექნიკა, გამოცდილი, რომელიც ჩვენთვის მუშაობს, ხო? მაგრამ იმას შემდეგ, რაც მე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდი, კონსულტანტად, ექსპერტად, მე გავხდი კოუჩი, დავინახე, რომ ის ტექნიკები, რომელიც წარმატებულებში გამოიყენება იმისთვის, რომ მიზნები დასახონ სწორად თანამშრომლებმა, მენეჯმენტმა და შემდეგ გეგმაში ადგინონ და მიაღწიონ ამ მიზნებს, ძალიან ლოგიკური იყო ჩემთვის და ვიფიქრე, რატო არ გამოვიყენო ეს ტექნიკები ჩემს ცხოვრებაში მათ შორის, ხო? კოუჩი რო გავხდი, იქ ხომ საერთოდ მეთქი, ვაუ, რა მაგარი საშუალებები არსებობს, ეს რო არ გამოვიყენო ცხოვრებაში, ან სხვებმა არ გამოიყენონ ეს ცხოვრებაში, იქნებოდა უბრალოდ, სინდისობა, ასე ვიტყვით, ხო? ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ რამოდენიმე ძალიან მარტივ ტექნიკას. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი მათგანი შეიძლება ყველა მათგანი თქვენ უკვე იცით, შეხება გქონიათ. უბრალოდ შეგახსენებთ და მაგალითები გავაკეთოთ, როგორ შეიძლება ცხოვრებაში გამოვიყენოთ, რომ დაგვეხმაროს ეს, რომ ამ გაჭედილობიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ ქმედებაზე იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივახციოთ მაქსიმალურად ეფექტურად. მოკლედ, დღევანდელი ლექციის სტრუქტურა არის ასეთი, პირველი, რა თქმა უნდა, მიზანს რომ მივახციოთ, უნდა ვიცოდეთ რა არის ეს მიზანი, ხო? უნდა მოვახდინოთ ამ მიზნის დადგენა, იდენტიფიკაცია, ავადგინოთ რა გვინდა რეალურად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. შემდეგ დავადგინოთ ის მიზეზები, რაც გვიშლის ხელს, ან ხელის შემშლელად შეიძლება იყოს ჩვენთვის იმისთვის, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგოთ და მივახციოთ ამ მიზანს. შემდეგ შევადგინოთ სამოქმედო გეგმა და ბოლოსში, რა თქმა უნდა, გავფრინდეთ მარსზე თუ ვინ მოქმედოთ ნებისმიერ შემთხვევაში გადავდგათ პირველი ნაბიჯები. პირველი დავიწყოთ მიზნების იდენტიფიკაცია. აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ აქ უნდა იყოს მიზნების ბორბალი ქვია, ეს არის ძალიან პოპულარული ტექნიკა, რომელიც კოუჩინგში გამოიყენება აქტიურად. რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შევაფასოთ ეხლა სად ვართ ჩვენს მიზანთან მიმართებაში. ან რა გვინდა ცხოვრებაში, ან მოკლედ
მოკლედ აქ არის წრეები არის რეალურად, ხო, სხვადასხვა ნიშნულზე და ეს არის კმაყოფილების დონე. მაგალითად 1-დან 10-მდე 10 არის, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ცხოვრების რომელიმე ასპექტით, 1 არის აბსოლუტურად უკმაყოფილება, ხო? და აქ არის ეს მაგალითისთვის დავსვი ეს კრიტერიუმები, ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს სხვა აბსოლუტურად, ასე რომ ეხლა პატარა მაგალითი რო გავაკეთოთ, ვინმეს თუ უნდა თუ არა, აი მაიკო დაგეხმარება, თუ უნდა რომ მის კონკრეტულ ცხოვრებაზე გავაკეთოთ ეს მაგალითი. ნები ჩემი კომპანიონია. კარგი. ესე იგი, კიბოთარები მე მგონი, მაგრამ აი დავიხილე. კარგი, დავიწყოთ კარიერით. აი. როგორ ფიქრობ, სად ხარ შენ კარიერაში? კარიერაში ალბათ 8. 8-იანს. ეს არის 8-იანი, სათვალე არ წამომიღია. 8-იანს და მომნიშნეთ 8-იანი. საით წავიდეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ? სულ ერთია. ფინანსები. ფინანსებიც 8. ასევიც 8 რა, შვენიერი, მე 5 დავსვამდე. და ეს გავაერთიანოთ ასე. შემდეგ, გამთავობა? პრინციპში არ ამიჭერს რა. იყოს 9. რა, შვენიერი. შემდეგ მოდის გათობა და დასვენება. 6. 6. ეს თუ 9, 7, 6. მერე ურთიერთობები. ურთიერთობებში საზოგადოებრივი პირად ურთიერთობებზე. პირად ურთიერთობები 4. 1, 2, 3, 4. აგერ ჩამოვედით. პიროვნული ზრდა და განვითარება. 7. ეს სულ უკმაყოფილება. ეგ. ანკარ. გარემო? გარემო 5. გავითვალისწინებ ზოგად გარემოს ქვეყანაში. შეიძლება კიდე დაბლაც ჩავწერეთ, მაგრამ ოკეი. იყოს 5. ოჯახი და მეგობრები. პრინციპში 10. 10 შვენიერი. და მივიღეთ აი ასეთი სურათი, ხო? აქ ჩანს, რომ ზოგ რაღაცებზე მაგალითად გარემოზე დაბლავართ, ზოგ რაღაცებზე კარგად ვართ, ხო? შეგვიძლია ახლა ავიღოთ მეორე ფერი და დავსვათ მაგალითად რომელი არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა კარიერას ალბათ შეიძლება გავანებოთ თავი ფინანსებსაც თუ მნიშვნელოვანია რომ 10-მდე ავიყანოთ რომელს აირჩევდი აქედან კარგი იყოს კარიერა ესეთია რა ნეიტრალური ამბავია საჯარო ლექციისთვის ოკეი კარიერა და გინდა რომ აიყვანო რამდე მოდი ნუ ოკეი შეგვიძლია ასე მოვნიშნოთ და რამოდენიმე პუნქტი რომელზეც გინდა რომ ვიმუშაოთ ხო შესაბამისად აი ეს გვაჩვენებს რეალურად ცხოვრებაში სად გვაქვს გარღვევა ასე რომ ვთქვათ და რაზე იქნებოდა კარგი რომ გვემუშავა ხო ეხლა რო ავიღოთ გარემო მაგალითად რა არის რაღაცები რა ჩვენს კონტროლში არის რაღაცები რა ჩვენს კონტროლს გარეთ არის ხო რა თქმა უნდა ვიფიქროთ იმაზე ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თუ გარემოში ჩვენ საერთოდ ყველაფერი კონტროლს გარეთ არის მაშინ ამაზე მუშაობას აზრი არ აქვს ვანებებთ ამას თავს და სხვაზე გადავდივართ ხო მაგრამ თუ შეგვიძლია გარემოში რამე შევცვალოთ მაგალითად წავიდეს სხვაგან საცხოვრებლად სადაც გარემო იქნება უკეთესი პირობითად ვამბობ ანუ ამჯერად ჩემი ერთ-ერთი გარემოს ცვლილების ამბავი არის საპროტესტო აუდიტორია მათ შორის რითიც შევეცადეთ რომ შეგვეცვალა გარემო ყოველ შემთხვევაში მოგვეძებნა ის ფორმატი სადაც გარემო იქნებოდა ცოტა უფრო განსხვავებული და რაღაც შენ შექმნილი ამ გარემოს ნუ ჩვენ თვითონ შეიძლება იყოს რომ შეიძლება საცხოვრებლად გამოხვიდე უფრო ახლოს ოსტავთან და ეგეც შეიძლება კარგი ეს არის ეს პირველი მეთოდი რომელიც ძალიან აქტიურია რომ დავინახოთ რა მიმართულებით გვინდა რომ წავიდეთ მიზანი განსაზღვრეთ მიზანი რომ მიახლოვებით განსაზღვრეთ კარიერა ავიღოთ ამ შემთხვევაში კი ბატონო მერე coaching-თან თუ გქონიათ ვინმე შეხედა ძალიან კარგი აგერ გქონია მოკლედ ორი სიტყვით ვაგიხსნათ რა არის coaching ხო მე და მაიკოთან კოლეგები ვართ მაგ მიმართულებით ერთად ვსწავლობთ რა არის coaching? Coaching არის ადამიანის, კლიენტის
პოტენციალის მაქსიმალური გახსნა სწორი კითხვების დასმით. მარტივად რო ვთქვათ ეს არის, ხო? ანუ ადამიანს რო აქვს რაღაც თავის საკითხები, რომელზეც უნდა რომ იმოქმედოს რაღაცა მეტი სინათლე უნდა, მეტი გაგება უნდა და ასე შემდეგ და თვითონ არ შეუძლია მის გაკეთება, კოუჩი, პროფესიონალი კოუჩი სწორი კითხვების დასმით, დაკვირვებით, გარკვეულწილად მიმართული ამ კითხვებით, მიმართულების მიცემით აძლევს საშუალებას კლიენტს თვითონ გაერკვას თავის საკითხში, იმიტომ რომ აღიაროთ, რომ ჩვენი საკითხების საუკეთესო ექსპერტები ვართ ჩვენ თვითონ, ხო? საკუთარ თავში კითხვებით პოულობთ საკუთარ პასუხებს. ისე რომ კოუჩი არ გვაძლევს რჩევას. კი ბატონო, კოუჩი არ გვაძლევს რჩევას, არ გვაძლევს ინსტრუქციას, არ გვაძლევს მითითებას. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და არის რაღაც რამოდენიმე საიდუმლო კითხვას გაგიზიარებთ, რომელიც საიდუმლო არ ყავს. შემდეგში გამოგვადგება საკუთარ თავში ჩასახედად. რომელიც შეიძლება გამოგვადგეთ საკუთარ თავში ჩასახედად და რომელსაც კოუჩები აქტიურად ვიყენებთ. მაგალითად, პირველი კითხვა, რომ არ არსებობდეს შეზღუდვები, როგორი გინდა რომ იყოს შენი ცხოვრების ეს სფერო ერთ წელიწადში, კარიერა? რომ არ არსებობდეს შეზღუდვები ერთ წელიწადში შეიძლება მინდოდეს არა საქართველოს მაინცში, არამედ ევროპის რეგიონალური გაყიდვების ოფში ვიყო. გარემოც უცებ გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა. შვეიცარია. კარგი. წარმოიდგინე რომ არანაირი ბარიერი არ გაქვს, ხო? როგორ იქნება ეს არის წინა კითხვის მოდი ვთქვათ ვარიაცია, მოდი გავანცდები. რას ნიშნავს შენთვის წარმატება ამ სფეროში? რა 10-იანამდე მიღწევა რა არის შენთვის, კონკრეტულად შენთვის და არა სხვისთვის, ანუ სხვებისგან მოხდება აზრზე არ ვამბობ, ხო? სხვებისგან შეიძლება იყოს, რომ აი სათავო ოფისში ვარ. შენთვის კონკრეტულად რა არის წარმატება ამ მიმართულებით? ამ სფეროში ჩემი პირადი წარმატება თუ განვიხილავთ იმ სფეროს, სადაც ახალ მუშაობ, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, იმ გეგმების 100%-ით და ცოტა მეტით შესრულება, რომელიც დასახული აქვს კომპანიას და მე ვარ ერთ-ერთი რგოლი, რომელმაც ამ გეგმების შესრულებაში უნდა მიიღოს დიდი მონაწილეობა. ჩემთვის იქნებოდა ის, რომ ჩემი გუნდი იყოს ისეთი გუნდი, როგორიც მე წარმომიდგენია და ეს მომცემდა კმაყოფილებას. ბენიერი, მადლობა. კარგი. რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამაში? რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამაში? რამდენიმე ფაქტორია, რაც შეიძლება იყოს აქ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მაინც დავდივართ გარემომდე, რომელიც ჩემი კონტროლის ზონის გარეთ არის, რაც რეალურად არ გვაძლევს ისე არეალის გაშლის საშუალებას, როგორც მე ვისურვებდი. დანარჩენი პრინციპში, რაც ჩვენი კონტროლის ზონაშია და ჩემი გუნდის, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მუშაობთ და ნაბიჯებით კარგად მივდივართ წინ პრინციპში. კარგი. მოდი, აბა შენ თვითონ არჩე, რომელიმე კითხვა თუ მოგეწონება და ის რას იგრძნობდი ამ მიზანს რომ მიაღწიო, 10-იანს რომ მიაღწიო. არიჩქა რომ იქნება ახუჭე თვალები. რას ვიგრძნობდი ამ მიზანს რომ მივაღწევდი. სიამაყეს. შვიდი ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტ მიზანს დავისახავდი და სიმშვიდე იდეაში შინაგანად მექნებოდა, როგორ არა, იმიტომ რომ არად ვიქნებოდი შინაგანად, რადგან ერთ მიზანს უკვე მივაღწიე, რომელიც დასახული მქონდა, მაგრამ ეს მომცემდა იმის ბიცკს, რომ კიდე წინ წავსულიყავი და ნუ აი აქ ცოტა ისეთი რა. საკამათო ამბავია ეს სიმშვიდე. და რა თქმა უნდა, როდესაც მიზანს აღწევ, ივსები ენერგიით მევჩნი და კიდევ უფრო მეტის კეთების სურვილი გიჩნდება და ინთები კიდევ უფრო. რა შვენიერი კლიენტი. დიდი მადლობა, კარგი საინტერესო პასუხებისთვის.
კიდევ არის აქ რამოდენიმე კითხვა, თუ შენ რომელიმე მოგეწონება შეგიძლია შენ თუნა ერთშია და უპასუხო. და და გადავიდეთ, მე მგონი გავაგზავნოთ ეს კითხვები. ეში გეხმარებათ, რომ კარგად გაანალიზოთ თქვენი სიტუაცია, კარგად მიხვდეთ რეალურად რა გინდათ, პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან რთული იქნება ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, როცა მარტო ხარ და არავინ არ გთხოვთ, რა აბა მიპასუხე და არავინ არ გიყურე. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რა მოყვება შედეგად უმოქმედებას. იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ვართ მიდრეკილები ფიქრისკენ და რეფლექსიისკენ და ხშირად დღეებს და ღამეებს ვატარებთ ფიქრში და ფიქრში უმოქმედებთ. რაც რეალურად იწვევს უმოქმედებას, იმიტომ რომ ფიქრში უმოქმედებთ რა, არ ვიცი, ვხედავთ, წევართ, ტელევიზორს ვუყურებთ, ასე შემდეგ და ფიქრში ვცხოვრობთ, ფიქრში უმოქმედებთ. რაც იწვევს უმოქმედებას. უმოქმედება კიდევ იწვევს უკვე რეალურად მიზნისკენ არსვლას. რაც იწვევს შემდეგ ჩვენში ფრუსტრაციას. შესაბამისად რა მოყვება უმოქმედებას, ფიქრობ რომ უმოქმედებას ყოველთვის მოყვება სტაგნაცია და ჯობია რომ ყოველთვის იმოქმედო და დაუშვა შეცდომები და შემდეგ ეს შეცდომები შენ თვითონ გამოასწორო, ვიღაცამ შენიშვნა მოგცეს, ვიღაცამ რჩევა მოგცეს ან დაგაქოუჩოს და ასე შემდეგ, ვიდრე იყო სტაგნაციაში უმოქმედოდ იმის გამო რომ ვაიმე მე ახლა ეს რა გავაკეთო, რას იტყვის, რო არ გამომივიდეს და რამეშველება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის ყოველთვის რა მოყვება შედეგად უმოქმედებას, შედეგად უმოქმედებას ძირითადად მოყვება იმედგაცრუება. რაც ყველაზე რთულია ადამიანისთვის ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა. ემოციები და მაგარი იყო, მადლობა დიდი. კარგი და ეს მოქმედებაზე ვაპარაკობ. ბოლო კითხვასაც რა არის პირველი ყველაზე პატარა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც შეძლება? საკუთარი გამოცდილება რომ გავაზიარო, პირველი პატარა ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გადადგა, ეს არის რომ ნაბიჯი გადადგა. უბრალოდ, არ ვიცი, ადგე და ნაბიჯი გადადგა. ადგე და გახვიდე და იყიდო ბლოკნოტი და იმაში ჩაწერო შენი მიზნები. ეს არის პირველი ნაბიჯი. დაისხა ყავა. თუ ასოციალური ხარ, წახვიდე და ცოტა ნელ-ნელა შეეჩვია და ეს შენი ყავა შენ სამზარეულოში არ დალიო და დალიო მაგალითად კაფეში. და იქ დაწერო შენი მიზნები და ეს არის ალბათ პატარა ნაბიჯი. ყველა გააჩნია მიზანს, ყველა მიზნის მისაღწევად არკვეული პატარა ნაბიჯი არის გასაკეთებელი, მე ვფიქრობ რა, არ ვიცი, შეიძლება ისწავლო გამრავლების ტაბულა, ან უბრალოდ პროცენტის გამოყვანა იმისთვის, რომ მე რაღაცა, ან უბრალოდ ChatGPT-სთან ურთიერთობა იმისთვის, რომ პროცენტი იმან გამოიყვანოს და შენ არ იცვალო და ასე შემდეგ. პატარ-პატარა რაღაცები, ნაბიჯები, პატარ-პატარა ქმედებები ზუსტადად, რომ უმოქმედობა ქმედებაში გადაიყვანო. შესანიშნავი. და აი ბოლო კითხვა და მოვიწყო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით არის მხარდამჭერი სისტემა. ორი სიტყვით ვიტყვი მხარდამჭერ სისტემაზე. მხარდამჭერი სისტემა არის ყველაფერი ან ყველა ადამიანი, ვინც გვეხმარება ჩვენ ამ მიზნის მიღწევაში, ხო? ეს შეიძლება იყოს ადამიანები, შეიძლება იყოს ნივთები, ბლოკნოტი შეიძლება იყოს, ან ყავა შეიძლება იყოს, თუ ყავა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მე ფუნქციონირებადი ვიყო, ხო, ცხოვრების განმავლობაში. უნდა ჩამოყალიბოთ რა არის თქვენთვის ეს მხარდამჭერი სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გადადგათ ეს ნაბიჯები, დაგეხმარებათ, რომ არ გაჩერდეთ ჩემ. თქვენთვის რა არის? ჩვენთვის მხარდამჭერი სისტემა ალბათ სოციუმიდან და ჩემი ქართველობიდან გამომდინარე, თუმცა ამას არ ქართველობა არ უნდა, მაინც არის ოჯახი და მეგობრები. შემდეგ უკვე სამსახურებრივ ჭრილში თუ განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი, რომელიც არის რეალურად შენი მხარდამჭერი და ერთმანეთის მხარდამჭერიც. ისე მიზანს ვერ მიაღწევ, თუ გუნდი მხარს არ გიჭერს. მარტო ერთი გამწევი ძალა ვერაფერს ვერ იზამს. იმიტომაც იყო ოდესღაც, როცა ნიჩბებიანი ნავები იყო, რომ ყველას ერთად უნდა მოესვა რა ეს და ეს ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. წიგნები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა შეიძლება გყავდეს რამდენიმე წიგნი ადამიანი გარშემო და როცა წიგნის კითხვა გეზარებოდ, რამდენიმე ChatGPT მეგობარს მიმართავ და
ის ChatGPT მეგობრები გეხმარებიან და ჩემთვის უფრო სასიამოვნოა ხოლმე ვიდრე ChatGPT-სთან ურთიერთობა. მადლობა ძალიან დიდი. კარგი, ეს კითხვებიც დაუსვით ჩვენ თავს. რეფლექსიაში, თვითრეფლექსიაში ვიმყოფებოდით ცოტა ხანი. ახლა გვაქვს რაღაც კონკრეტული მიზანი, მაგრამ მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორად ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ რომ მიზანს უნდა ქონდეს გარკვეული მახასიათებლები იმისთვის, რომ ის რეალისტური და მიღწევადი იყოს. ამისთვის არის უნდა გავხადოთ ჩვენი მიზანი SMART. SMART ინგლისურად ნიშნავს ჭკვიანს. ხო, და როგორ გავხადოთ მიზანი ჭკვიანი? რეალურად ეს SMART არის აბრევიატურა და ახლა ავხსნი რას ნიშნავს ეს. ნებისმიერი მიზანი უნდა აკმაყოფილებდეს 5 კრიტერიუმს. პირველი არის უნდა იყოს სპეციფიური, ანუ კონკრეტული. ზუსტად უნდა გავსაზღვროთ რა გვინდა. ანუ არ იყოს ის კი არა, რომ ჩემი ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება მინდა. არამედ პირობითად მე მინდა, რომ ვთქვათ, დავიკლო 5 კილო პირობითად, ხო? ან გავირბინო 5 კილომეტრი ყოველდღე ვირბინო უწყვეტად და ასე შემდეგ. ხო, ან ერთ ჯერზე გავირბინო 5 კილომეტრი ისე რომ არ მოვუკვდე მაგალითად, ხო? ეს არის კონკრეტული მიზანი. მეორე კატეგორია კრიტერიუმი, რაც აუცილებელია, უნდა იყოს ეს მიზანი გაზომვადი. იმიტომ რომ თუ ვერ გავზომე მიზანი, მაშინ როგორ მივხვდები, რომ მას მივახციე ელემენტარულად, ხო? ეს მაგალითად როგორ ვზომავთ პროგრესს, ხო? მაგალითად კვირაში 3-ჯერ ვირბენ. ხო, ან 5 კილომეტრს ვირბენ კვირაში 3-ჯერ და ნუ მარტივია 5 კილომეტრის გაზომვადია, 3-ჯერაც გაზომვადია, ხო? თუ წონის დაკლება მინდა, მაშინ კალორიებს თუ ვითვლი, უნდა წამო რაღაც კონკრეტული კალორიები, ხო? დღეში და შესაბამისად დავიკლო 3 კილო ერთ დღეში პირობითად. ეს შეიძლება იყოს მიზანი. მიზანი უნდა იყოს მიღწევადი, ეს ყველაზე მარტივია, მე მგონი გასაგებია. არა, ყველაზე რთულია ზოგიერთი ადამიანისთვის დამჯერა. კი ბატონო. იმიტომ რომ ხანდახან მგონია, რომ მიზანი გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რეალურად ეს მიზანი შეიძლება იყოს ფანტაზია, ოცნება და მიზნად არ გამოდგება მაგ შემთხვევაში. ამიტომ რეალისტური უნდა იყოს ეს მიზანი და მიღწევადი, ხო? შეიძლება მისი მიღწევა რთული იყოს, მაგრამ არა შეუძლებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მერე უნდა იყოს რელევანტური, ანუ მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზანი ჩემთვის იყოს რელევანტური და ჩემი საქმისთვის, აი მიმართულებისთვის, რომ მოსიცვა იმისთვის იყოს რელევანტური, უნდა შეესაბამებოდეს ჩემს ღირებულებებს, პრინციპებს აუცილებლად და ბოლოში არის უნდა იყოს დროში გაწერილი. ანუ უნდა დავაწესოთ კონკრეტული ვადა, როდესაც უნდა მივახციოთ ამ მიზანს. მაგალითად 3 თვეში უნდა დავიკლო 10 კილო მაგალითად, ხო? ეს არის ჩემი კონკრეტული მიზანი. ამას რო ჩავატარებთ, უკვე გვაქვს მიზანი, რომელზეც უკვე შეგვიძლია წავიდეთ და დავიწყოთ მის მიღწევაზე ზრუნვა, ხო? აი, გადავიდეთ შემდეგზე. ეხლა შეგვიძლია ჩამოვწეროთ შენი მიზანი კარიერის თვალსაზრისით ამ კრიტერიუმების მიხედვით. ამა როგორ ჩამოვაყალიბებ მიზანს სპეციფიურად. წერან ცოტა ისე კონკრეტული მიზანი არის, რომ წლის ბოლოს კომპანიის ჭრილში განსაზღვრული გეგმა შესრულდეს 15% მეტობით. აკარი კოკოვარზე დავდიშდები. კარგი, აბა ნახოთ. არის კონკრეტული ეს გეგმა. წლის ბოლოს კომპანიის ჭრილში გეგმა. აქ უნდა დავაკონკრეტოთ რა გეგმაზე არის საუბარი. ნუ ახლა ვერ დავაკონკრეტებ, რა თქმა უნდა. გასაგებია რომ იმ გეგმაზე არის საუბარი, რაც შენ თავში გაქვს. ჩვენიერი გაზომვადი არის? გაზომვადი არის. შესრულდეს კრიტერიუმი უნდა ჩამოვაყალიბოთ, რამდენი იყო? რამდენი 15%-ის მეტობით უკვე გაზომვადი. კი ბატონო. მიღწევადი არის? სრულიად. ჩვენიერი რელევანტური არის, რა თქმა უნდა, რელევანტურია. დროში გაწერილი არის წლის ბოლოს. დავაკონკრეტოთ რომელი წლის ბოლოს? 2025 წლის ბოლოს. ჩვენი მე ვიღებ ჩვენ ჩამოყალიბებული რა.
ძალიან. კარგი, ეხლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მიზანი გვაქვს კონკრეტული კონკრეტული ვიცით რა უნდა გავაკეთო, არ ვიცით ჯერ რა უნდა გავაკეთოთ, რამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს ბიზნეს მიღწევაში. უამრავი რამეა, რაც თავიდან თქვით, რაც იწვევს ჩვენში გაჭედილობას, რომ ჩვენ ვერ მოქმედებთ, ხო? გვაქვს რაღაც მუზა მოდის მაგალითად, რასაც პერლები ეძახიან ხოლმე, ხო? ამაზეც არსებობს რეალურად ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ რო ვამბობთ, რომ რაღაც მიზეზი არის, ხო? ჩვენ რეალურად სიმპტომს ვასახელებთ ხოლმე. მე ვიწყებთ ამ სიმპტომებზე მუშაობას და ეს გავს, რომ დიდი ხანძარი არის მაგალითად სახლში და ამ ხანძრის პატარ-პატარა კერებს ვაქრობ და რეალურად ის სანამ ეპიცენტრში არ ჩავაქრობთ იმის ხანძრის გამომწვევს, ხო? დენს არ გავთიშავთ პირობითად, ხო? არაფერი არ ეშველება ამ ხანძარს, ისევ და ისევ გაჩნდება, ხო? ანუ სიმპტომია, როგორც აისბერგს რო შევადაროთ, ეს სიმპტომი მაგალითად პროკრასტინაცია, სიზარმაცე და ამ შემდეგ არის ზევით და იმის ქვევით არის ბევრი რაღაცა, რაც დამალულია და რაც უნდა გამოვიძიოთ აუცილებლად. ან მაგალითად სიმპტომები შეიძლება იყოს ასეთი, რომ ზარმაცი ვარ მაგალითად და სულ ვდებ მნიშვნელოვან საქმეს გაკეთებას, ხო? შეუძლებელი თემა. ან პრიორიტეტებს ვერ საზღვრავ. და შესაბამისად ეს მიშლის ხალხს განხორციელებაში. სიზარმაცეზე რო გავშევდეთ, მაგალითად როგორ ვიქცევით ხოლმე, ხო? ვაძალებთ საკუთარ თავს, რომ არა ადექი შენ უნდა გააკეთო და მე მთელი ცხეულით ეწინააღმდეგები ამ უნდას, იმიტომ რომ ეს დაძალებას გავს ბავშვობაში, რომ აძალებდნენ ბოშის ჭამას მაგალითად, ხო? და არ მე თვით გვემაში სინდისის კეჭნა მაგ და სერიოზული პრობლემა. წინვე შესაძლო მიზეზები რეალურად შეიძლება იყოს წარუმატებლობის შიში, შეიძლება იყოს გაურკვევლობა, არ ვიცოდე რა უნდა გავაკეთო კონკრეტულად, ხო ჩემგან რას ელოდებიან, რა მოლოდინებია. შეიძლება იყოს პერფექციონიზმი, იმიტომ რომ მე მინდა რომ ეს გავაკეთო იდეალურად, იმიტომ რომ ბავშვობიდან მე მეუბნებოდა რომ შენ ყველაზე მაგარი უნდა იყო და ეს უნდა გააკეთო ყველაზე მაგრად და არ ვიცი ეს იდეალურად როგორ უნდა გავაკეთო. შესაბამისად, მთელი ჩემი არსი ეწინააღმდეგება ამის კეთებას და მე მგონია რომ გავაკეთე და 15 ნახევარი გავაკეთე, უკვე თვითგვება მეწყება და მე მგონია რომ მე ვარ ზარმაცი, ხო? არ ვარ საკმარისად ბეჯითი და ასე შემდეგ. შესაბამისად, შეიძლება რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ აქ, ხო? ვაღიაროთ ეს შიში და ვთქვათ, რომ ხო, მაქვს ეს შიში და შევცვალო მიზანი, მაგალითად თქვის კი არ ვთქვა, რომ გავაკეთო დიდი პრეზენტაცია, ვთქვა, რომ მოდი ჯერ გავაკეთებ რაღაც შავ მონახაზს გავაკეთებ. ხო, რაც უფრო მარტივია, იმიტომ რომ მან არაფერის მოთხოვნები არ არის, ნაკლებად არის ჩართული ან პროექტი დავყო მცირე ნაწილებად, ან საკუთარ თავს მივცე უფლება, რომ პირველი დრაფტი ცუდიც რო იყოს, მაგრამ თავარია გავაკეთო რაღაც, ხო? შესაბამისად, აი ამ ძირეული აქ კიდე ერთი მაგალითია, ძირეული მიზეზის დადგენა არის ბიზნესში და პირად ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ დავიწყო ქმედება, იმიტომ რომ ისევ და ისევ თუ დავიწყებ სიმპტომებზე მოქმედებას, შედეგს ვერ მივიღებ. მე მიზანს ვერ მივახდებ, გამორიცხული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევიდეთ. კარგი. ამ გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდია, ამაზე დავიცავი მაგისტრატურაში ჩემი სადიპლომო ნაშრომი. და ერთ-ერთი მარტივი, რომელიც ჩვენ ყველა შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის 5 რატომს მეთოდი. 5 რატომ მეთოდი ბიზნესში ძალიან აქტიურად გამოიყენება, მე პირად ცხოვრებაში და კოუჩინგში ძალიან კარგად ვიყენებ. უნდა დავსვათ რატომ 5-ჯერ, კითხვა რატომ 5-ჯერ და ჩავიდეთ სიღრმეში ყოველჯერზე, ხო? მაგალითად, რატომ მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი იყო წინაზე, რაც არ გამიხილე, რომ მე მეშინია საკუთარი აზრის გამოთქმა ან საკუთარი აზრის დაცვა, მაგალითად სამსახურში, ხო? აქვს რაღაც იდეა, ვიტყვი რაღაცას გამაკრიტიკებენ და მე ვჩუნდები და კუთხეში ვიმალები, იმიტომ რომ მეშინია, ვერ ვბედავ, ხო? მოდი ვთქვა, რატომ ვარიდებ ყოველთვის თავს ჩემი აზრის დაცვას. მაგალითად, იმიტომ რომ მეშინია კონფლიქტის გამოწვევის, ან იმის რომ ჩემი ნათქვამით ვინმეს მოსვადგენ. რეალისტურია, ვინმეს ეხმიანება ეს მათ შორის. რატომ მეშინია კონფლიქტის ან სხვისი წყენდების, ხო? ანუ ამ პასუხზე ვაგებ შემდეგ რატომს. იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული, როგორ გამოვხატო ჩემი აზრი მშვიდად და კონსტრუქციულად, ისე რომ სიტუაცია არ გავამწვავო, ხო?
ოკეი. ან მეორე ფაქტორი მე მქონდა მაგალითად, რომ ძალიან მინდოდა რომ ყველასთან მქონოდა ყოველთვის კარგი ურთიერთობა. და ყოველთვის მინდოდა რომ ყველასთვის კარგი ვყოფილიყავი, შესაბამისად ძალიან მეშინოდა კონფლიქტის გამოწვევის, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი გამოიწვევდა ადამიანებთან ცუდ ურთიერთობას. წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გადამევალხა და მე ვხდარიყავი, რომ არა უშავს იმისთვის თუ არ ვიქნები კარგი. ცუდა მაკროფსიქოთერაპიაში წავიდი, მაგრამ თავშევიკავი. რატომ არ ვარ დარწმუნებული ჩემს კომუნიკაციის უნარებში? ხო, იმიტომ რომ წარსულში როცა ჩემი აზრის დაფიქსირება ვცადე, ნეგატიური რეაქცია მოყვა, რამაც თავი უხერხულად და დაუცველად მაგზნობია. ბავშვობაში განსაკუთრებით, ისე კარგად აიბეჭდება ხოლმე ჩვენს პრინციპში ასეთი რეაქცია. რატომ გამოიწვია წარსულმა გამოცდილებამ ასეთი გავლენა? იმიტომ რომ არ გამაჩნდა კონკრეტული სტრატეგიები ან სცენარები თუ როგორ უნდა მემართა რთული საუბარი. რატომ არ მქონდა ეს სტრატეგიები? იმიტომ რომ არასდროს მიმიღია ცოდნა ან გამივლია პრაქტიკა თავდაჯერებული, მაგრამ არა აგრესიული კომუნიკაციის ტექნიკებში, ხო? ანუ საბოლოო ჯამში აქ შეიძლება კიდე ქვევით ჩავიდეთ, მაგრამ როგორც წესი ხუთი რატომ საკმარისია, რომ მივაგნოთ ისეთ მიზეზს, რომელზე მუშაობაც მიგვიყვანს კარგ შედეგად, ხო? რეალურად მე რომ ვისწავლო, პრაქტიკა გავიარო და ვიასწავლო ჩემ თავს, ან ბავშვობაში ჩემთვის რომ ესწავლებიათ, მაგალითად როგორ გავცე პასუხი ვიღაცას ვინც ცდილობს რომ დამჩაგროს ან ვინც ცდილობს რომ გამაკრიტიკოს, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს მშობლებს ჩემთვის ავიცავ. ინდა ხუთი რატომ რამ შენ თემაზე რამაზე გავაკეთოთ? იმას ხო არ უნდა რამე თემა განვიხილოთ. მოდი, ეცი მიკროფონი. აბა თქვი რა არის თემა? პრობლემა რა გაქვს? მე ვარ შიშობილი და მე პრობლემას ვაწყდებით შიშობილები საზოგადოებაში. და ამ თემაზე რო გავაკეთოთ, ძალიან კარგი იქნება. ოკეი, მოდი დავაკონკრეტოთ. რა არის ის, რაც რისი ძირეული მიზეზი შეგვიძლია გამოვიწევთ? ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ შენი კონტროლის სფეროში იყოს. ხვდები იქ რაღაცა ქართული ოცნება რაღაცას აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და რატომ ის კითხვების დასმა არ გვაქვს ინფორმაცია. ჩვენ ასეც ვაკონტროლებთ იმას. შენ კონკრეტულად. ის ახალ შემახსენე. თუთ. აი მაგალითად არის ისე რომ საზოგადოებაში არის ასეთი მოსაზრება რომ თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხარ ვერ გემოგებია. რატომ? იმიტომ რომ გონიათ რომ ვიღაცა გვერდზე მყოფი ადამიანი იტყვის რომ აი რა გინდა შიშამობილთა. მე მგონია რომ ეს ცუდი მოსაზრებაა და რატომ უნდა იყოს ასე? გვაქვს საკმარისი ინფორმაცია რომ სიღრმეში ჩავიდეთ ეს რატომზე პასუხებს, იმიტომ რომ ეგ ხო სხვა ადამიანების ქმედებაზე არის საუბარი. შენზე როგორ მოქმედებს ეს კონკრეტულად პირადად შენზე? ჩემზე მოქმედებს ისე რომ ვარ აზაბული ხარ. კარგი, პირველი კითხვა იყოს მაშინ ასე. რატომ იძაბები, როცა ასე იქცევებიან სხვები? იმიტომ რომ მგონია რომ გამირბიან. მგონია გაგირბიან. ოკეი. რატომ გაგირბიან, როგორ ფიქრობ? მგონიათ რომ მათსავით არ შემიძლია ვიყო ისეთი როგორც ისინი არიან. რატომ მგონიათ რომ არ შეგიძლია იყო ისეთი როგორც ისინი არიან? რადგანაც მაქვს ჯანმრთელობის რაღაცა გარკვეული პრობლემა. ოკეი. ნახე, ეგ აბა მოდი დავუფიქრეთ, არის თუ არა პასუხი ჩემს კითხვაზე. იმათ რატომ მგონიათ, რომ შენ არ შეგიძლია ის, რაც შეუძლიათ მათ? როგორ ფიქრობ, რატომ მგონიათ? საკმარისი განათლება არ აქვს. საკმარისი განათლება არ აქვს. რატო არ აქვს საკმარისი განათლება?
იმიტომ რომ საქართველოში არ გვაქვს შესაბამისი სასწავლებლები, რომ ისწავლენ და განვითარდნენ ამ კუთხით. ივედით მიზეზამდე. ხო? ახლობით მივხვდით, ხო? ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მაგალითისთვის, ხო? პრობლემა არის განათლებაში, რომელიც თუ ის არ მოვაგვარეთ, სამწუხაროდ ხალხს ეკნებათ ასეთი მიდგომა შეშინო პირების მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ, ვისაც ისინი ვერ უგებენ, შეიძლება რასის გამო, შეიძლება თვალის ჭრილის გამო და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეგ არის რეალობა. მადლობა დიდი. არაფერს. კარგი, ეხლა გადავიდეთ გეგმის შედგენაზე, ხო? ანუ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მიზეზები, ჩამოვაყალიბეთ, გავიგეთ რა გვიშლის ხელს და შემდეგ გეგმის შედგენაზე არსებობს ასეთი grow მოდელი. grow ინგლისურად გაზდას ნიშნავს, მაგრამ აქაც აბრევიატურა, ხო? ძალიან უყვართ ბიზნესში და კოუჩინგში აბრევიატურები. პირველი ორი ეტაპი რეალურად გავიარეთ. პირველი არის მიზნის ჩამოყალიბება და მეორე reality check-ი, რომ შევამოწმეთ რამდენად რეალისტურია და რა გვიშლის ხელს ამის განხორციელებაში. და დაგვრჩა ორი პუნქტი, ეს პირველი არის options, რა ვარიანტები გვაქვს ამ მიმართულებით და will, ანუ რა ნაბიჯები შემიძლია გადავდგა მომავალში და გავაკეთებ იმისთვის, რომ მივახციოთ ჩემს მიზანს. აქ ეხა რეალურად მე თვითონ გამიჭირდა რაღაც იდეების მოფიქრება და აქ ჩემი მეგობარი ChatGPT დავეხმარე და აი მაგალითად options არის წინა იმაზე რომ ვთქვათ არის მაგალითად შეიძლება იყოს აი გეგმის შედგენისთვის რა დამეხმარებოდა, რა ვარიანტები დამეხმარებოდა, რომ ეს გეგმა შევადგინო კარგად, ხო? მაგალითად შეიძლება რაღაცა სიამოვნო მუსიკას მოусმინო, ყავა მოვიმზადო, როგორც თქვით, ხო? შეიძლება მეგობარს დაურეკო, შეიძლება რაღაცა დავწერო ბლოკნოტში. და შემდეგ უკვე will, ანუ ქმედებას რაც არის, ანუ ისევ შეიძლება რაღაც დამეხმაროს ამ ქმედებაში კიდევ რაღაც პუნქტები იყოს, ხო? ეს არის შესაძლო ნაბიჯების სია, რომელიც დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ საჭირო უნარები, ამ ეტაპზე ყველა იდეა მისაღებია, ხო? უბრალოდ ჩამოვწეროთ. შეიძლება წავიკითხო ერთი თავი წიგნიდან, რომელიც ეფექტურ კომუნიკაციას ეხება. ისევ იგივე მაგალითზე მივდივართ, სადაც საუბარი იყო, რომ მე ჩემს აზრს ვკაფიოთ და თამამად ვერ გამოვთქვა. ვუყურო რამოდენიმე YouTube ვიდეოს, სადაც მასწავლიან ეგ როგორ გავაკეთო მაგალითად. თხოვო მეგობარს რომ მომისმინოს და იმასთან გავივარჯიშო, ხვალ მეორე დღეს თუ უფროს უნდა ვესაუბრო, გავივარჯიშო და იმან მომწეს უკავშირი და ამიხსნას რას ვაკეთებ არასწორად მაგალითად, ხო? ან მოვიფიქრო რამე ნაკლებად რისკიანი სიტუაცია, სადაც ის ჩემთვის საშიში სიტუაცია არ შეიქმნა, მაგალითად წავიდე კაფეში და ყავა ვთხოვ ადამიანს და თუ რაღაც ისეთ ყავას არ მომცემს, მაგალითად ჩემი აზრით ის ყავა კი არ დავლიო კაპუჩინოც ამერიკანო ვთხოვ, არამედ გამოვთქვა აზრი რომ მაპატიეთ, მაგრამ ეს მე არ შემიკვეთავს, ხო? ამ დროს მინერვიულებ, მაგრამ ვიცით რომ ჩემი ამ გამოთქმის შედეგად უარყოფითი არ იქნება დიდი ალბათობით, ხო? ნაკლები რისკიანი სიტუაცია, შესაბამისად ცოტათი დამამშვიდებს და უფრო მიმაჩვევს ასეთ სიტუაციას, ხო? და დავფიქრდე კიდევ რა შეიძლება ყველაზე ცუდი რომ მოხდეს, ხო? თუ ჩემს აზრს დავაფიქსირებ და უბრალოდ მოვემზადო ამისთვის და რომ მეწოდინება რომ მე აი ეს შეიძლება მოხდეს, ხო? და მზად თუ ვარ და მაგაზე ბევრს თუ ვიფიქრებ, შეიძლება ისე რთული არ იყოს, მაგალითად ჩემი აზრის გამოთქმა. შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას რო ვიღებთ, ხო? ანუ რა უნდა გავაკეთო, ხო? აქ ვირჩევთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ კონკრეტულ ვარიანტს და ვაქცევთ მას სამოქმედო გეგმით. ანუ როგორც ვთქვით, პატარა ნაბიჯით უნდა დავიცვათ, ხო? აი მაგალითად პირველი მაგალითად დაბალ რისკიანი რო ვთქვით ყავაზე, ხო? ამ კვირის ბოლომდე ვუყურებ სულ-მცირე ორ ვიდეოს ეფექტური კომუნიკაციების შესახებ, რათა შევისწავლო ახალი ფრაზები და მიდგომები, რომელსაც გამოვიყენებ მაგალითად კომუნიკაციის. ან მაგალითი ორი უფრო კონკრეტული მომდევნო სამსახურებრივ შეხვედრამდე, რომელიც სამშაბათს გაიმართება, წინასწარ მოვამზადებ და ჩავწერ ერთ კონკრეტულ იდეას ან კითხვას, რომელსაც შეხვედრის დროს გავაჟღერებ, ხო? ესეც შემიძლია გავაკეთო. და შემდეგ
ვარიანტებს რო გამიხელოთ, რაც დამეხმარება მე რო ქმედებაზე გადავიდე, უკვე უნდა გადავიდე ქმედებაზე. აი ჩემი ამ ბოლო ცხოვრების ამ ეტაპის საყვარელი ფრაზა არის, რომ სინათლე, სიმკვეთრე მოყვება ქმედებას და არა ფიქრს. ანუ უნდა იმისთვის რომ მივხვდე რაღაცას, ან მივიდე ჩემ მიზნამდე, უნდა ვიმოქმედო და რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, სანამ არ ვიმოქმედებ, ვერ მივხვდები ეს ჩემი მიზანი განხორციელი მიღწევადია თუ არა, ხო? და მთავარია იმპულსი და არა мотиваცია, მთავარია ეს ქმედება, უნდა დავიწყოთ პატარა, აი ყველაზე პატარა ნაბიჯით, ხო? მაგალითად არსებობს ასეთი 2 წუთიანი წესი, რომ ის უნდა იმისთვის რომ დავძლიოთ ეს საწყისი წინაღობა და ეს წესი რას აკეთებს, რომ ნებისმიერი ახალი ჩვევა თუ გვინდა რომ შევიძინოთ ან ნებისმიერი ამოცანის ამოხსნა უნდა დავიყვანოთ ისეთ პატარა ნაბიჯებამდე, რომლის შესრულებასაც 2 წუთზე ნაკლები სჭირდება, ხო? მაგალითად მე თუ უნდა დავიწყო წონის კლება და ნუ პირველ რიგში სირბილი, ხო? პირველ რიგში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ ჩემთვის უნდა იყოს მარტივი ვთქვათ ფორმის ჩაცმა დილით იმისთვის რომ მე გავიდე გარეთ სარგებლად, ხო? ეგ თუ რთული იქნება ჩემთვის დილით უნდა ავდგე ტანსაცმელი მოვამზადო, ფეხსაცმელი გავწმინდო რაღაც, ეგ ნიშნავს რომ მე შეიძლება არ გავაკეთო, ერთხელ გავაკეთებ 2-ჯერ, 3-ჯერ და მე გავანებებ თავს, ხო? ამიტომ მარტივი უნდა იყოს ეს პირველი ნაბიჯი აუცილებლად და მიზანი უნდა იყოს არა შედეგის მიღება, არამედ ეს დაწყების ჩვევის გამომუშავება, რომ მე შევძლო რაც შეიძლება ხშირად დავიწყო ხოლმე ქმედება. მაგალითად, გადაწყვეტილება პირველი, ხო? ამ კვირის ბოლომდე უყურებ სულ მცირე 2 ვიდეოს ამ ასერტიული კომუნიკაციის შესახებ, ხო? 2 წუთში რო ჩავსვათ, ეს შეიძლება იყოს, რომ პირველი გავხსნათ YouTube-ი და შევიყვანოთ ველში ასერტიული კომუნიკაცია, ხო? ამას უნდა 30 წამი მეტი არის. და ეს რო გავაკეთეთ, ვაუ, შევაქოცაკოთ აი თავი ხოჭა. ეს გავაკეთეთ, მინიმუმ დავინახეთ ვიდეოები გადავხედეთ, ხო? შემდეგ გავხსნათ პირველივე ვიდეო და უყუროთ მხოლოდ მის პირველ 2 წუთს. მხოლოდ 2 წუთს, ხო? თუ ეს 2 წუთი ჩვენ მოგვეწონება, ბუნებრივად გავაგრძელებთ ამას, ხო? მაგრამ ჩვენ თავს უნდა მივცეთ უფლება, თუ არ მოგვეწონება ეს ვიდეო 2 წუთს თუ არ გავძლებ, ოკეი, არ არის პრობლემა, გავანებებ თავს და მე გავაგრძელებთ ამას. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, შეინახეთ ერთი საინტერესო ვიდეო მოგვიანებით საყურებელთა სიას, ხო? ამასაც ჭირდება შესრულების დრო 1 წუთი, იმიტომ რომ რო გაქვთ ამ სიაში შენახული, მე უფრო დიდი ალბათობა რომ შეგხვდებათ ეს ვიდეო და მე გახსნით და უყურებთ. უბრალოდ ყველანაირი წინაღობა უნდა შეიმციროთ იმისთვის, რომ არ იმოქმედოთ. მე მოვამზადებ და გავაჟღერებ ერთ კონკრეტულ იდეას ან კითხვას, ესეც იყო მეორე ვარიანტი, ხო? პირველი ნაბიჯი. მაგალითად, გახსენით ბლოკნოტი ან დოკუმენტი და უბრალოდ ჩაწერეთ შეხვედრის სათაური. უბრალოდ სათაური. ეგეც შეიძლება საკმარისი იყოს. შემდეგი ნაბიჯი, დაწერეთ მხოლოდ ერთი სიტყვა, რომელიც ახსნას ვისი მიღწევა გსურთ. მაგალითად, სიცხადე, მხარდაჭერა, ხო? ჩამოაყალიბეთ უმარტივესი შესაძლო კითხვა შეხვედრის თემასთან დაკავშირებით, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ პასუხი იცით. მაგალითად, შეგვიძლია დავაზუსტოთ რა არის პროექტის საბოლოო ვადა? აი ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენ წავიწიოთ წინ და გადავდგეთ შემდეგი ნაბიჯები. ეს არის აი პირველი მცირე მიკროსკოპული ნაბიჯები, რომელიც დაგვეხმარება შემდგომ ქმედებაში. მოკლედ, ეხლა რო შევაჯამოთ, გავიარეთ ეს 4 თემა, ანუ პირველი ცხოვრების ბორბალი, როგორ ვიპოვოთ ჩვენი ფოკუსი, ჩვენი მიზანი, როგორ ჩამოვაყალიბოთ რა მიმართულებით გვინდა წავიდეთ, რაზე ვფოკუსირდეთ. Smart ჭკვიანი მიზნები, რათა ზუსტად განსაზღვროთ საით მივდივართ, ეს მიზანი სწორად ჩამოვაყალიბოთ. 5 რატომ მეთოდოლოგია რო ვიპოვოთ იმის ძირეული მიზეზები, რაც გვაბრკოლებს მიზეზების მიღწევაში, მიზნების მიღწევაში. Role model და 2 წუთიანი წესი რომ შევადგინოთ სამოქმედო გეგმა და დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით. ძირითადად ეს არის, ამის გაზიარება მინდოდა, თუ გინდათ აქ დაასკანერეთ და ეს რაც მოვყევთ ვარჯიშები, ვებგვერდი მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ იქ თქვენთვის გააკეთოთ მოკლედ და ივარჯიშოთ. კითხვები თუ გაქვთ, თუ არა და მადლობა ძალიან დიდი. თუ კითხები არ არის, დავამთავროთ, მეგობრებო, მადლობა კიდევ ერთხელ.
მადლობა ყველა პროტესტის მონაწილეს, მადლობა სრულიად საქართველოს. თავისუფლება რეჟიმის და ამ საშინელი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმრას. ჩვენ ხვალად შემოგიერთდებით ძალიან საინტერესო ლექციით. მადლობა ყურადღებისთვის. მეგობრებო, ჩემი და ჩემი გუნდის სახელით ონისე ცხადაძეს მინდა რომ მიუსამძიმრო და გამძლეობა უსურო თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.